და ისევ მოვედი თქვენთან, თქვენი ნათია შაი, ჩემი ყავის ჭიქით, რომელიც საჯარო განზრახვით დავლიე და დავიწყოთ აწყვოთი და მომავლით. ის დავიჭიროთ, რა თქვენს დაგანახოთ. აი ყველაზე მკაფიო, რაც ჩანს, საკმაოდ სიშავია და ხა მე მინდა დაგანახოთ მამაკაცის პროფილი, ნახეთ, თვალი, ცხვირი, აი პირი დაღებული და რაღაც მრგვალს უნდა ჩაკაბიჩოს თითქოს მრგვალი და მის წინ ნახე როგორი ქალის ფეხია. ახლა ამ სიმბოლოებზე გესაუბრებით. დიდი ცხვირი ყავაში ეს ნიშნავს დიდ ცნობის მოყვარეობას და ადამიანი ან წარსულში, ან აწყვოში, ამ დროს, ანუ ეს მხარე ამას მაჩვენებს ხოლმე. არსებობს ადამიანი, ვინც ზედმეტად მეცნობის მოყვარეობას იჩენს თქვენ და მი. ძალიან აინტერესებთ მას. თქვენით არის მოცული და თუ კი სადმე აქვს შანსი, რომ თქვენ შესახებ რამე გაიგოს, ამ შანს არ უშვებს. ყველა ამბავს, ყველა ჭორს, ყველა ახალი ინფორმაცია შენზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ნებისმიერ ახალი სტატუსი იქნება თუ ფოტო იქნება, მან იცის. კიდე რა გაითვალისწინეთ? ეს არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ან შეუძლია თქვენზე ზემოქმედება ლაპარაკით, ქცევით. და ეს რას ნიშნავს? ნახე, იყო დაშორებები ამ ადამიანთან, წვეტები, მაგრამ ის როცა ბრუნდებოდა, ისე იქცეოდა, ისე გესაუბრებოდათ, რომ ყოველთვის შემოგირიგებდათ ხოლმე. მრგვალს კვეჩავს ხო რაღაცა, შეიძლება იყოს ვაშლი ან რა ვიცი, ნებისმიერი მრგვალის საგანი ხა ძალიან ვერ ვარჩევ, ამიტომ არ ვამბობ ესე რომ ვაშლია მაინც და მაინც. ეს არის ინტერესი, რაც ვისაუბრე, გამოხატულება, რაც ვისაუბრე, თქვენით დაინტერესება, იმიტომ რომ რაღაცა მიიღოს. თქვენგან უნდა რაღაცა ყურადღება, ენერგია და აი თქვენი ქალის ფეხიც და მოდი ვთქვათ, ეს არ აქვს მნიშვნელობა ამას, ახლა კაცი უყურებს თუ ქალი, თუ კაცი უყურებს ეს თქვენ ხართ, ინტერესდებით ვიღაცა ქალით, თუ ქალი კაცი, რომელიც ინტერესდება თქვენით, ხო? რასაც ვამბობ ინფორმაციას შეაბრუნეთ, იმიტომ რომ ორივე სქესის თემა ჩანს და აი ნახე როგორ ჩანს ამ ურთიერთობაში ერთი სურვილია, რომ დიდი ნახტობი გადმოაბიჯოს და მეორედ გზის და ელოდება პასიურად, მაგრამ აქტიურია ლოდინის ფაზა. ასე ვთქვათ. საკმაოდ აქტიურია ლოდინის ფაზა. ამ მხარეს ხო ისეთი არაფერი არ არის, გადავიდეთ მომავალზე. ნახოთ რა ჩანს აქ. პირველი ფიგურა რაც ჩანს, აი ტაროში რო არის დაკიდული კაცი, აი ფეხებით დაკიდული კაცი. ეს არის დროებით შეჩერებული ადამიანი, აი ქმედებაში, რაც მე ვთქვი, რაღაც აიძულებს ამ ადამიანს, რომ იყოს პაუზაში, გაყინული, ვერ მოქმედებს როგორც უნდა, თუმცა უნდა მოქმედება სხვანაირად და ახლა დაგანახებთ როგორ უნდა მოქმედება. აი ამას. ნახე, თოფით, ზურგით ჩანს შარფი მოხვეული და გაქცევა. ამ კაცს უნდა აქტიური გამოქცევა თქვენთან, მაგრამ რაღაცა უშლის ხელს და თუ გაინტერესებთ რა ამისთვის უნდა მომართოთ პირად კონსულტაციაზე, იმიტომ რომ ეს უკვე იქნება ინდივიდუალური, ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია, მას სურს მოქმედება, მაგრამ ამ ეტაპზე არის გაჩერებული, გაყინული, დაპაუზებული რაღაცა სერიოზული მიზეზის გამო. ქვევით თეთრ ქვევს ხედავთ ალბათ, თუ კარგად დააკვირდებით იქვე გახსნილი ბოქლომი ჩანს.
ეს არის ის, რომ რაღაცა საიდუმლოს გაიგებთ, ინფორმაცია გახსნილია და დაელოდეთ რაღაცა საიდუმლო ინფორმაცია საჭირო ამბავი მოვა თქვენთან. ზევით კითხვის ნიშნები არის და ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ გაუცემელ კითხვაზე გექნებათ პასუხი. საკმაოდ. ეხლა აი ამ ფიგურას მინდა განახოთ. აი მამაკაცი დიდი მოქნეული თევზის კუდით, ხელში როგორი ჯოხი უჭირავს და სამყურა სამფოთლიანი ეს არის ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი ღვნება, თან იღბალი, თქვენთვის საჩუქარევით მორთმეული, მაგრამ ჯერჯერობით ცნობიერი აჩერებს მას, ეს არის ყველაფერი რაც თქვი ცნობიერში, ანუ სურს ამის გაკეთება, მაგრამ რაღაც შიდა ენერგიები აჩერებს მას ამის მოქმედებისათვის. და ისევ რაც ჩანს ხოლმე ჩემ ჭიქაში, აი დააკვირდით ამ ზოლს, ამ ფიგურებს, ადამიანი, რომელიც მიდის მაღლა, რაც ძალიან ხშირად ჩანს ჩემთან და ეს არის თქვენი განვითარების ეტაპები. თქვენ ის არ ახართ, რაც იყავით გუშინ და გუშინაც არ იყავით ის, რაც გუშინწი. თქვენ არ ხართ გაყინული, თქვენ ვითარდებით და ადიხართ ზევით, ეს ძალიან კარგია. თაგვი არის და შიში გაქვთ და ფრთხილადაც იყავით რამე დანაკარგი არ გქონდეს, ასევე გაქვთ ეს ის ნიშანი, აი თეთრი ეს ის ნიშანი და ეს არის დამსახურებული ასე ვთქვათ ფულის შემოსვლა თქვენთან. აი სულ უფრო მომავალში აი აქ ზამკრთალად ჩანს ორი ადამიანი, რომელიც ზიან ერთმანეთის პირისპირ, რა თქმა უნდა ესენი საუბრობენ. ეს რას ნიშნავს? ჯერ არ არის ეს ადამიანი გამოჩენილი, მაგრამ გამოჩნდება ვისთანაც დაჯდებით და ისაუბრებთ იმ თემაზე, რაც თქვენს წარსულში არ ქონდათ დასრულებული და დამთავრებული. აი ხლა აქ მინდა ნახოთ ადამიანის ეს თეთრად რაც ჩანს, ადამიანის ფიგურა და ქვევით ადამიანის ტანი ჩანს მარტო და თვალების სახე, როგორ შეყურებს ამ ადამიანის ფეხს. ამ ადამიანს არ შეყურებს, ამ ადამიანის ფეხს. და მოდი ესე ვთქვათ, ისევ და ისევ კაცი ხართ თუ ქალი ხართ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის პიროვნება, რომლის განვითარებას, რომლის წიწას უგზებს, რომლის ცხოვრებას უყურებთ, ან გიყურებენ, მაგრამ ვერ გეწევიან რაღაცა, როგორც თქვი, არსებობს რაღაცა მიზეზი და ამ მიზეზის გასაგებად გიწევთ პირად კონსულტაციაზე, რაც აჩერებს და ვერ მოდის ამ ეტაპზე. ვერ მოდის. ნახოთ ფსკერზე რა ჩანს, ფსკერზე ხედავთ, რომ დიდი შავი ლაქაა და ამ შავი ლაქის ქვეშ ძალიან ლამაზი ქალი გრძელი შავი თმით არ წევს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ქალი თუ ხართ კაცი და თქვენს პარტნიორზეა საუბარი, მიუხედავად მისი სილამაზისა, სიკაშკაშისა და წარმატებისა, ბედნიერი ღიმილისა, ძალიან დიდ ტკივილს იტევს და ძალიან დიდი ტკივილი ტანჯავს ამ ადამიანს და აბა თქვენ იცით როგორ გაუნელებთ ამ ტკივილს და მოხსნით. აი აქვე ახლა დავინახე ლამაზესი შვილის ნუკრი შეიძლება ვთქვათ და ვიტყვი ამას, რომ ეს არის საოცრად წმინდა ფაქიზი უბოროტო და გაუჭუჭყავი სულის პატრონი ადამიანი, გაუფრთხილდით ამ ადამიანს. აი ეს იყო დღეისათვის, მე ისევ და ისევ გეტყვით, რომ ნათია შაი ვარ, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ, თუ არ მოგეწონათ დისლაიკი მიეცით, გამოიწერეთ არხის გამომწერებო, ეს მე ძალიან დამეხმარება, გარდა ემოციური სიხარულისა, ხოლო ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591-333-507, მხოლოდ უნდა მომწეროთ, რომ რეკავთ ვერ გპასუხობთ, იმიტომ რომ მე არ ვთიშავ ტელეფონს კონსულტაციის დროს და ამიტომ ვერ გიპასუხებთ, ამიტომ მომწერეთ, ასევე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. დიდი სიყვარულით.